რას თავაზობს დევნილებს განსახლების სახელმწიფო პროგრამა. დევნილთა დიდ ნაწილს იგივე ფართები დაუკანონდათ, რომლებშიც აქამდე ცხოვრობდნენ. ნაწილმა ფინანსური კომპენსაცია მიიღო, კიდევ ერთ ნაწილს კი ადაპტირებული გარემოს დატოვება მოუწია, თუმცა სანაცვლოდ საკუთარი ჭერიდან მიწის ნაკვეთი მიიღეს. როგორ გაგრძელდა ხმაურიანი გამოსახლებები. ტოლთა და განსახლების მინისტრის კობა სუბელიანის პოზიცია მის მიმართ არსებულ პრეტენზიებზე და მისი უწყების საქმიანობის შესახებ. სად და როგორ ცხოვრობენ დევნილი ოჯახები ახლა უკვე საკუთარ სახლებში. წინ ცხარო ფოცხოეთერი ზუგდიდი. დევნილთა დღევანდელი ყოფის რეალური სურათი. დევნილობა ნაწილი მეორე. ქეცი ქაშაკაშვილის სპეციალური რეპორტაჟი. ოჯახი ცხოვრობდა. თითო ოთახში დაახლოებით 5-6 ადამიანი. ჰქონდათ საერთო საპირფარეშო და საერთოდ არ ჰქონდათ სამზარეულო და აბაზანა. მიუხედავად ამისა, გამომცემლობა სამშობლო და დევნილების გამოსახლება იყო ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი. ვერც ერთმა დევნილმა ამ პირობების მიუხედავად ამ ოთახების დათმობა ვერ შეძლო. ეს ისნის ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალია. აქაც დევნილები ცხოვრობდნენ. ისინი ამ შენობიდანაც ხმაურით გაასახლეს. გასახლებების შემდეგ კი თბილისში პლაკატები გაჩნდა. 3000 ასეთი პლაკატი თბილისის სხვადასხვა ადგილზე გააკრეს. ყობა სუბელიანის ფოტოთი და წარწერით არა ფაშიზმს. ეს არის აბსურდული ბრალდება, მით უმეტეს განახეთ შედეგებს. რა შედეგები შეძლო საქართველოს ხელისუფლებამ დევნილების ცხოვრების გასაუმჯობესებლად. რა შედეგები დააყენა. ამას ყველაფერს გაჩვენებდა მე საზოგადოებამ განსაკუთრებით. რეალურად ყოველდღიურად მათ გვერდით ვარ და ვცდილობ მათი ყოფა და ცხოვრება გავაუმჯობესო და რეალური შედეგებიც მაქვს. მათ სიდისე იყოს ეს თუ ვინმე პოლიტიკურ ინტერესებში შედის და ამით თუ პოლიტიკურ ქულებს დაიწერს, მე ვთქვი მშვიდობაში მოახმაროს. სუდი ის არის, რომ დევნილების უბედურებაზე პოლიტიკური ქულები არ უნდა დაიწეროს ადამიანმა. ეს სახლები დევნილებს საკუთრებაში გადაეცათ. სახლთან ერთად თითოეული მათგანი საკუთრებაშია 1 ჰექტარი მიწის ფართობით. ამ სახლში სამაჩაბლოდან დევნილი 15 სულიანი ოჯახი ცხოვრობს. რამდენიმე თვის წინ ისინი მუხრანში 2 პატარა ოთახში თავსდებოდნენ. თუმცა დღეს ეს სამსართულიანი სახლი უკვე მათია. 15 სულიანი ოჯახისთვის ალალი იყოს. ღმერთმა გაამრავლოს, მშვიდობაში მოახმაროთ. საკუთრება იქნება რასთავარია სამთ და დაბრუნებაში მოგეხმარებინოთ, გამოგეყენებინოთ, როცა დაბრუნება იქნება, ხელსარიელი როარ მოგიწევს სასვლა, ამხელა დოვლათი და ქონება გიქნებათ. პლუს მიწა 9 ჰექტარზე მეტი. და სახლები ნახეთ, აი ძირითადად როგორი სახლებია. ეს არის იდეალური განაცხადა და ეს არის ნამდვილი სამსახური. და ის მცინდელი ყოფა მათი იყო დათული სამსახური. და ეს ვითომ სერბოსიბრალული, რომ ვითომ გასუშვებია. ამხელა სახლის ჩუქება ფაშიზმია. და ვიყო ფაშისტი.
თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროში წლების წინ ბერძნები ცხოვრობდნენ. მოგვიანებით მათი დიდი ნაწილი საბერძნეთში დაბრუნდა. ამ სახლების შესყიდვა კი სახელმწიფო მდევნილებისთვის დაიწყო. სოფელი გაზიფიცირებული და 24 საათიანი ელექტრომომარაგება აქვს. არის უხმოსავლიანი მიწაც, თუმცა მიუხედავად ამისა, თეთრიწყაროში ჩასახლებული დევნილები საკუთარ პრობლემებზე მაინც საუბრობენ. სოფელში არ არის საავადმყოფო და აფთიაქი. არ არის წყალი, რის გამოც მათ წყლის ზიდვა საკმაოდ შორი მანძილიდან უწევთ. თუმცა მთავარი მაინც სამუშაო ადგილების არარსებობაა. ერთადერთი პრობლემაა გადასახება. კარგი იქნება თუ შეიქმნება ესეთი პირობები, რომ რაღაც სამუშაო გქონდეს ელემენტარული შემოსავალ. მიწის გარდა. მიწა არის, კი ბატონო, დავამუშავეთ. მაგრამ ეხლა წყლის პრობლემა როცა ცოტა ჭირს მოსავლის მოყვანა. ელემენტარული ხა წამალი გადაგჭირდება, მარნეულიდან მოვაკ. და ადგილზე რო იყოს რაღაც საშუალება ამის. თუ ის მინდა რომ მუშაობა ოჯახს დაეხმარო სამსახური გამოხდეს. და პოსტასი იმას კანაში კი შევიდა მუშაობა, მაგრამ უფრო ის ხელფასი და ეს რო როგორც მატერიალები დაეხმარო ოჯახს წერებს. მე შორს ვარ იმაზე რომ აქ იდეალურ სიტუაციას არ ვხატავ და არ მიმაჩნია რომ მაინც ახლა ეს არის რაღაცა სამოქმედო, მაგრამ ეს არის გარემო, სადაც იშრომებს ადამიანები და შედეგი ექნება იშრომას. მიწა, სახლი. და რა თქმა უნდა საწოლებულია ყველაფერი, მაგრამ შედეგის მომტანია. და რაც თავია საკუთარი ჭერია და საკუთარი არაფერი აღარ მოგებება. თეთრიწყაროში ისეთებიც არიან, რომლებმაც თავის დროზე აქ გადმოსახლებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს. დევნილების ნაწილის მხრიდან იყო სერიოზული წინააღმდეგობაც. თუმცა თეთრიწყაროში ჩასახლებიდან მალევე უკვე ამ ადამიანების ნათესავებმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სახლის გადაცემას თხოვეს. მართლაც წარმოქმნა მქონდა და რო დავიარეთ და რომ ნახე შემithვალეთ ყველაფერი, უკვე გადავშუქე ველი შემოთავაზება ბორნომინისტროს და თავში მე ძალიან კარგად გასწრაფ რომ თქვენ ყველაფერზე ვითარეთ რა თქვენ მეგობრებთ რომ სასახლებიო ჩვენ დაგეხმარებითო და ამნაირად მოხდა ეს ზუსტად კომპენსაცია მაგრამ მაგრამ გაზიადებას იყვას და კი ვიცნობთ რა მართლა საფიჯობთ გამარჯობა ბავშვი. როგორ განდები? კარგად, როგორ არის? რა ხდება სკოლაში? რა ვიცი, ახლა ბავშვები რამდენი? სეკვაზები ყავს? ბავშვები რამდენი არიან? ძალიანად სკოლაში. სკოლაში, ნუ იქნება ალბათ 300-ზე მეტი. 300 ბავშვი სკოლაში. ანუ 300 ბავშვიანი სკოლა. კი. კარგად დატვირთული სკოლაა. კონტინგენტით კი. ის ფსევდოსიბრალური რეალურად დათვური სამსახურის ტოლფასი ამ ხალხისთვის ვითომ რომ ეცოდება, ამბობს არ ეცოდება, საკუთარ პოლიტიკურ ფულებს იკეთებენ და რეალურად ხალხის ბედიღმალი არ აინტერესებს და არ აღებებს. შეხედავენ რამდენად ყურებადი სპექტაკლი დადგეს ეთერში, თუმცა მე არ აინტერესებს. მე მაინტერესებს რამდენი კარტოფილი მოიყვანა, რამდენი ძროხა უნდა იყოლიოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.